დაბადება. თავი მეათე. ეს არის ნოეს ძეთა, სემის, ქამისა და იაფეთის შთამომავლობა. ძენი შეეძინათ მათ წარღვნის შემდეგ. იაფეთის ძენი, გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი, აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. იავანის ძენი, ელიშა და თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განშტობდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში. ქამის ძენი, ქუში და მიცრაიმი, ფუთი და ქანაანი. ქუშის ძენი, სება, ხავილა, საფთა, რაყმა და საფთექა და რაყმას ძენი, შება და დედანი. ქუშმა შვა ნიმროდი, მან იწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე. ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე, ამიტომაც თქმულა, ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე. თავიდან მის სამეფოს შეადგენდა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში. ამ ქვეყნიდან წამოვიდა აშურში და ააშენა ნინევე, რეჰობოთ ქალაქი და ქალახი. და რესენი, რომელიც ნინევესა და ქალახს შორის იყო, დიდი ქალაქი. მიცრაიმი იყო მამალუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა, ფათრუსელთა, ქასლუხელთა, რომელთაგანაც გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაფთორელთა. ქანაანს ეყოლა სიდონი, მისი პირმშო და ხეთი. იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი, ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი, არვადელნი, ცემარელნი და ჰამათელნი და მერე გაიფანტნენ ქანაანის ტომებად. და იყო ქანაანელთა საზღვარი სიდონიდან გერარის მიმართულებით, ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით, ლაშაყამდე. ესენი იყვნენ ქამის ძენი, თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავთავის მიწებსა და ერებში. სემს, იაფეთის უფროს ძმასაც შეეძინა შვილები. სემი იყო ყებერის მთელი შთამომავლობის მამა. სემის ძენი, ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი. არამის ძენი, ყუცი, ჰული, გეთერი და მაში. არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს ყებერი. ყებერმა შვა ორი ძე, ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოქტანი. იოქტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი. ჰადორამი, უზალი და დიკლა. ყობალი, აბიმაელი და შება. ოფირი, ხავილა და იობაბი, ესენი ყველა იოქტანის ძენი იყვნენ. მათი დასახლება მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე ვრცელდებოდა. ესენი არიან სემის ძენი, თავიანთი გვარებისა და ენების მიხედვით, თავიანთ მიწებზე და ერებში. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავთავის ხალხებში, თავისი გვარების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან განშტობდნენ ერები მთელ დედამიწაზე.